სამშვიდობისა დღეს 11 ნოემბერი 21 საათი და 50 წუთი ეს იმას ნიშნავს, რომ იმედზე პოლიტიკის დროა. ჩვენი ეკონომიკა დღეს არის პრაქტიკულად გაჩერებული და ჩვენ ძალიან ელავიზდებით. იზრდება თუ მცირდება საქართველოს ეკონომიკა. არ არის 6%-იანი და არის 2.5, ეს არის ძალიან ბევრი მიზეზით გამოწვეული. ბიუჯეტი, ინვესტიცია, ინფრასტრუქტურა, პორტი, აეროპორტი, ფრანგული ვერტმფრენები, შემოვლითი რკინიგზა. რა გეგმები აქვს ეკონომიკის მინისტრს? რაც შეეხება მეორების საკითხს. ეს ჩემი, ასე ვთქვათ, პროფესიონალური კარიერიდან ძალიან სერიოზული გადახრება იქნებოდა და აქედან გამომდინარე სურვილი ამისი არ გამოჩნდა. და ხედავს თუ არა ის თავის ადგილს ღარიბაშვილის ახალ კაბინეტში. დღეს 21 საათსა და 50 წუთზე გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკის დრო. Спасибо вам, мы очень на вас надеемся. тоже. არჩეული პრეზიდენტი. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოხდა ესეთი ღირსეული კანდიდატის წამოყენება. წარდგენილი პრემიერი, გამოცხადებული მინისტრი. Utar Partskanadze იქნება ახალი მთავარი პროკურორი. გიდასტურებთ ნამდვილად. დაანონსებული პროკურორი. ახალი პოლიტიკური და კონსტიტუციური რეალობა. დისკუსია პოლიტიკის დროში. ხუხაშვილს არც თავში არ ქონია საოცარი ადგილი, რასაც ანიჭებდნენ. და არც დღეს არ დაკარგულა. რაც იყო მაშინ ის არის დღესაც. სად არის დღეს გია ხუხაშვილი? მრჩეველი ვიყავით საზოგადოებრივ საწესებზე. რატომ ფიქრობს პრემიერის მრჩეველი, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს? ძალიან საინტერესო საჯარო განცხადებები მექნება ახალ პერიოდში. რის თქმას აპირებს ის და სად ინაცვლებს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ? გია ხუხაშვილის პოლიტიკის დრო. მაშასე თქვენ უყურებთ პოლიტიკის დროს მიესალმებით განაცემის პირველ ნაწილის სტუმარს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია. სტუმრად საღამოშტობისა ბატონ გიორგი. საღამოშტობ. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ალბათ მადლობა მოწვევისთვის. ერთ-ერთი მტკივნეული თემით უნდა დავიწყოთ საუბარი ბიუჯეტი და ბიუჯეტი, რომელიც საშემოსავლო ნაწილში ვერ შესრულდა. ეს თქვენს განაცხადეთ რამდენიმე დღის წინ და უკვე გაჩნდა ვარაუდი და ვერსიები იმის შესახებ, რომ პირველი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს ახალი მთავრობა, უпростоრად მოუწევს ახალ მთავრობას ამ ნაბიჯის გადადგმა, მიმართოს პარლამენტს შეიტანოს კორექტივები ბიუჯეტში. კორექტივები არა პარამეტრების გაზრდის მოთხოვნით, არამედ შემცირების მოთხოვნით. ან როგორც თქვენი ოპონენტები საუბრობენ, მოხდება ბიუჯეტის სეკვესტრი. ველოდოთ მსგავსებას, ბატონ გიორგი. მოგესალმებით, მიესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რაღაც ზედმეტად მაღლა აიწია ამ თემამ ნამდვილად, იმიტომ რომ უფრო მთავარზე არ ხდება კონცენტრირება. ჩემი აზრით, პირველ რიგში ალბათ ის არის სათქმელი, რომ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც პრინციპში მთელი წელი უარყოფით კამპანიას ეწეოდა ქვეყნის და არა მთავრობის, მთელი სოფლიოს მასშტაბით, ალბათ ძალიან ძნელია რომ მიიღო ასეთი შენიშვნები, იმიტომ რომ პრინციპში რეალურად ეს არ იყო კონსტრუქტივიზმი მათი მხრიდან. მეორე მინდა გითხრათ, რომ მთავარი მაინც რაც ქვეყანაში ხდება არის ის, რომ ქვეყანა იყო აბსოლუტურად მონოპოლიზირებული. მთელი ეკონომიკა იყო ერთი დიდი ოლიგოპოლია და რა თქმა უნდა მოკლევადიან და ესე ვთქვათ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც მონოპოლიზირებული ეკონომიკა გაცილებით უფრო ეფექტურია ვიდრე კონკურენტული გარემო, რომელსაც ჩვენ ვქვნით ახლა და ახლა ის 9 წლიანი პერიოდი, რომელიც შეინარჩუნეს მათ ის ეკონომიკა, რომელიც იყო რეალურად ქვეყანაში, ნამდვილად არ იყო შენარჩუნებადი უფრო გრძელვადი ამ პერსპექტივაში და ამას აუცილებლად გარდაუვალად დაანგრევა ელოდა ყველა შემთხვევაში. ჩვენ გავაკეთეთ ასეთ მოკლე პერიოდში, ფაქტიურად შეუძლებელი გავაკეთეთ ჩვენ, იმიტომ რომ აბსოლუტურად უსისხლოდ, ესე იგი, ყველანაირი ესეთი ვარდნების გარეშე და შევინარჩუნეთ 2%-იანი ზრდა კიდევ ეკონომიკაში. თუმცა დაანონსებული იყო 6%-იანი ზრდა. კიდევ ერთხელ ვამბობ რა, ის რომ ჩვენ ამ პირობებში ზრდა შევინარჩუნეთ, ჩემი აზრით ძალიან სერიოზული მიღწევაა, იმიტომ რომ რა ხდებოდა, რეალობაში ქონდა ის, რომ ფაქტიურად ნებისმიერ საკითხზე იყო მიჩენილი ბიზნესმენი. შაქარზე ერთი იყო, ბენზინზე მეორე იყო, წამლებზე მესამე იყო და ასე შემდეგ. ყველაზე ცუდი რაც ამას ქონდა შედეგი იყო, რომ ბიზნეს ინიციატივა კვდებოდა ქვეყანაში და ფაქტიურად დღეს ჩვენ გვიწევს, რომ თავიდან გავაღვიძოთ ეს ინიციატივა და შევქმნათ ის პირობები, რომ ადამიანებმა იფიქრონ, რომ მათაც შეუძლიათ ბიზნესის კეთება და მათაც შეუძლიათ, რომ შევიდნენ ამა თუ იმ სფეროში. კი ბატონო, ბიზნესი რომ გათავისუფლდა გარკვეული წნეხისგან, ამაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს შეიძლება ითქვას გარკვეულწილად აღიარებული ფაქტია ამ დროისთვის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ შედეგზე, რომელიც დღესდღეობით სახეზე გვაქვს და რომელიც
მოდით ესე ვთქვათ, თქვენც აღიარეთ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრიც განაცხადა, რომ ბიუჯეტს საშემოსავლო ნაწილში თანხები დააკლდება. ამიტომ მე კონკრეტული კითხვა დავსვი, იქიდან გამომდინარე, რომ მოდით ესე ვთქვათ, მოქალაქეებს აინტერესებთ, შესრულდება ბიუჯეტი თუ არ შესრულდება. მოუწევს პარლამენტს კორექტივების შეტანა ბიუჯეტში თუ არ მოუწევს. იქნება სეკვესტრირებული ბიუჯეტი თუ არ იქნება. კიდევ ერთხელ ამბობ, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ 6%-ით არ გაიზარდა ეკონომიკა და გაიზრდება 2-2.5%-ით, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაწილში შემოსავლები იმდენი ვერ იქნება, რამდენიც უნდა ყოფილიყო 6%-ის შემთხვევაში. თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ეს არ არის ტრაგედია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი, რაშიც ჩვენ გავიარეთ გასული წლის განმავლობაში, შეიძლება მომხდარიყო გაცილებით უფრო მტკივნეულად. მიგვეღო ვარდნა ეკონომიკაში და ის რომ ქვეყანაში ეკონომიკაში არის ვარდნა, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ შარშანდელი მონაცემებით თლიანი შიდა პროდუქტი დოლარებში გამოსახული იყო 15 მილიარდ 800 მილიონი დოლარი. წელს 2%-იანი ზრდის შემთხვევაში იქნება 16 მილიარდ 200 მილიონი დოლარი და 16 მილიარდ 200 მილიონი დოლარი მე მგონი 15 მილიარდ 800 მილიონი დოლარზე მეტია. ამაზე მე მგონი ვერავინ ვერ შეგვედავება და ეხლა ის რომ უფრო მეტი არ არის, კი, კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო. კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენ არა ვართ ახლა თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი, მაგრამ რა თქმა უნდა თავიდან იყო კოორდინაციის ნაკლებობაც იყო და პირდაპირ გეტყვით რომ ძნელი იყო გადაწყვეტილებების მიღება. თქვენ ეს უკვე მე რამდენად ახსენეთ კოორდინაციის ნაკლებობა. იმდენად რთული გადაწყვეტილებების მიღება გვიხდებოდა, იყო პროექტები, სადაც არ იყო მშენებლობის ნებართვა, არ იყო ხარჯთა რიცხვა. აი საერთოდ არაფერი დოკუმენტაცია არ არსებობდა და მიმდინარეობდა მშენებლობა მაგალითად. ერთი უწყების ფარგლებში ამაზე გადაწყვეტილების მიღება, რომ მშენებელს ფული გადაუხადო და იმან არ გაუშვას თანამშრომლები და უმუშევრობა არ გაიზარდოს, ძალიან ძნელია დამეთანხმებით, იმიტომ რომ არის ჩვეულებრივი იურიდიული პროცედურები გასავლელი, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივით იმას ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად შევქმნით უწყებათა შორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც უპრეცედენტო გადაწყვეტილებები მივიღეთ. ესე იგი, სადაც არ იყო ფაქტიურად არანაირი დოკუმენტაცია, ჩვენ თანხების ანაზღაურება მოვახდინეთ და ეს კომპანიები არ გავაჩერეთ. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, იმიტომ რომ ვერც ერთი მთავრობა ვერ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებებს ესე მარტივად. ამის გარდა ისიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე საინვესტიციო ვალდებულებები, რომლებიც გააჩნდათ კომპანიებს და იმ გარემოს გამო, რომელიც ბოლო წლებში შეიქმნა, ისინი გაჩერებულები იყვნენ. ჩვენ აი ამ ჯარიმების ჩამოწერა მოვახდინეთ იმისთვის, რომ ამ კომპანიებისთვის ხელფეხი გაგვეხსნა და გაეგრძელებინათ მუშაობა. ასეთი ძალიან ბევრი იყო. შემიძლია გითხრათ კიდევაც თბილისის უნივერმაგი კომპანია საირმე ათეულობით მილიონობით ჯარიმაზე არის საუბარი და ეს კომპანიები გაჩერებულები იყვნენ. დღეს მათ განაახლეს მუშაობა. გასაგებია, რა თანხა აკლდება ბიუჯეტს? კიდევ ერთხელ თქვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ მილიარდამდე შეიძლება იყოს ბიუჯეტს ხარჯვის ნაწილშიც აქვს დანაზოგი, გამომდინარე აქედან საბიუჯეტო კოდექსით არ არის აუცილებელი რომ დაუშვათ კორექტირება მოახდინო, დანაზოგიც იქნება და რა თქმა უნდა შემოსავლების ნაწილშიც დანაკლისი იქნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი რა, ამიტომ გეუბნებით რომ მომავალი წლიდან შესულია კონკურენციის კანონი, ამოქმედება კონკურენციის სააგენტო. აბსოლუტურად სხვა პირობები შეიქმნება. არბიტრაჟს ვაკეთებთ ჰოლანდიის მთავრობის დახმარებით და ეს იქნება დამოუკიდებელი ბიზნეს სასამართლო და ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძველვადიან პერსპექტივაში სულ სხვა ეკონომიკას ვქმნით ჩვენ. ქონდა აბსოლუტურად სხვა ეკონომიკა, სადაც კერძო ინიციატივა მკვდარი იყო, იმიტომ რომ ეს მოდიან და მეკითხებიან. მარილი რომ შემოვიტანო, ხომ არ გამაჩერებს ვინმე. ვეუბნებით, რომ ეს არის ჩვენი პრესტიჟის საქმე. ვერავინ ვერ გაგაჩერებთ. წადით და გააკეთეთ ბიზნესი, ცხელი ხაზი გავხსენით. იყო ზარები, დავეხმარეთ ადმინისტრაციულად ამ ადამიანებს, რომ პრობლემები მოეგვარებინათ. ამასაც არ მალა. ანუ თქვენ კონკრეტულ ციფრს ვერ ასახელებთ, ბატონ გიორგი, ამ დროისთვის რამდენია დანაკლისი? ეს ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ 2 თვე წინა გვაქვს. დიახ. და ამ 2 თვის განმავლობაში ჩემი აზრით ძალიან დიდი აქტივობა იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღიდან, აი შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად გულწრფელად ყველა პროექტი და ყველა ინვესტორი, რომელიც რაღაც ესე სტენდბაი რეჟიმში ყავდა გადაყვანილი, ყველასგან მივიღეთ ზარი. თქვენ ყავდათ სტენდბაი რეჟიმში გადაყვანილი თუ თვითონ იკავებდნენ? თვითონ იკავებდნენ თავს, ჩვენ როგორ გადავიყვანდით სტენდბაი? ჩვენ რა თქმა უნდა პირიქით გვინდა რომ ხელი შეუწყოთ, ხო? უამრავი ზარი შემოვიდა, შეხვედრებს ვერ ავდივართ, აი პირდაპირ გეუბნებით. ბოლო 1 კვირის განმავლობაში? აი ბოლო 10 დღის განმავლობაში რა. სასაული ხდება. ნუ ეგეთი ეფექტი მე არ ვიცი ხა. ამას ყველაფერს
ასახვა ჭირდება ეკონომიკაში და ამას ყველაფერს კი, თქვენ როგორც აღნიშნეთ, ეს გარკვეულწილად გრძელვადიანი გეგმაა, მაგრამ ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ ახლა ის, რასაც საუბრობთ და ეს კი პირველ რიგში მოქალაქეების მდგომარეობიდან გამომდინარე არის. საინტერესო თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანწილად დანაკლისი არ იქნება, თუნდაც საშემოსავლო ნაწილში. თქვენ მაინც თავს იზღვებთ და წინ ორი თვე გვაქვს, ამიტომ კონკრეტულ ციფრს არ ასახელებთ, მაგრამ რამდენად აისახება ეს უმნიშვნელო დანაკლისი თუნდაც თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე? ეს ვერანაირად ვერ აისახება მნიშვნელოვნად გამომდინარე, იმიტომ რომ ყველა სოციალური ხარჯი დაფინანსდება, აბსოლუტურად ყველა ხარჯი, იქნება კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით დანაზოგები, თუმცა კიდე გეუბნებით ის პროექტები, რომელსაც ჩვენ გვიკიჟინება, რომ გინდა თუ არა ჩვენ გავაჩერეთ, იყო აბსოლუტურად უაზრო პროექტები, რამოდენიმე ხო შემიძლია. ვისაუბრებთ აუცილებლად ამ პროექტებზე, თითოეულს შევეხებით, თითოეულ მათგანს უბრალოდ კონკრეტული მოქალაქეების კეთილდღეობაზე ვისაუბრებთ ამ ეტაპზე. რამდენად ეს დააზარალებს ბიუჯეტი რომ მეტი ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. ეხლა მე მგონია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ ეკონომიკას, რომელშიც ჩვენ ვიყავით, მომავალი არ ქონდა. ის ეკონომიკა დაანგრევისთვის იყო განწირული. ვარდნა დაწყებულია 2012 წლის ზაფხულში. აქედან გამომდინარე, იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აქვს გრძელვადიანი პერსპექტივა, ჩვენ ვქნით მეწარმეობაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, კერძო ინიციატივაზე დაფუძნებულ ეკონომიკას და არა ბიუჯეტის დანახარჯებზე და არა დაძალებით გაკეთებულ პროექტებზე დაფუძნებულ ეკონომიკას და ამ ორ ეკონომიკას შორის იმხელა უსკული და იმხელა სხვაობაა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ იქიდან აქ გადმოსასვლელად ჩვენ რომ არ გავიარეთ სერიოზული ვარდნა, ეს იყო ძალიან სერიოზული მიღწევა. გასაგებია, მაინც იმ თემას დაუბრუნდეთ, თქვენვე განაცხადეთ, რომ დანაკლისი არის ბიუჯეტში, რითი აპირებთ ამ დანაკლისის შევსებას? ეს არის მაგალითად რაიმე სესხის, კონკრეტული ვალის აღება, არის რომელიმე სტრატეგიული ობიექტის გასხვისება თუ გაქვთ რაიმე სხვა გეგმა ამ დანაკლისის შესავსებად? წელს ჩვენ არ მოგვიწევს ამის შევსება, გამომდინარე იქიდან, როგორც გეუბნებით, ეს იყო დანაზოგი იმ კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით, რომელიც ჩვენ გვაქვს რეალურად. ანუ არაფრის გაკეთება არ არა, ვალის აღებას არ მოგვიწევს, იმიტომ რომ დღეს დაგროვილი დღეს ვაბრუნებთ, ბუნებრივი ტემპით მოდის კომპანიებისგან მოთხოვნები და ჩვენ არც ერთ მოთხოვნას არ ვაჩერებთ, ვაბრუნებთ. დაგროვილი ვალი მშენებლობების მიმართულებით გასტუმრება ხდება იმ უწყებათა შორის კომისიის ფარგლებში, რომელიც შევქმნით, ასე რომ ჩვენ არანაირ დამკოლოებს არ ვქნით. უბრალოდ იყო რაღაც მიმართულები, სადაც იმ სიჩქარით ფული არ დაიხარჯა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არანაირი ტრაგედია არ არის, გამომდინარე იქიდან თუ რამხელა ფუნდამენტური ცვლილებები ხდება ეკონომიკაში. ანუ სოციალური ვალდებულებების შესრულება ეს უპრობლემოდ მოხდება, თქვენ ამას საუბრობთ, მაგრამ ამის პირობას ჩვენ ვდებთ. კი, რის ხარჯზე? თუ ეს გეგმიურად მიმდინარეობს. ეს გეგმიურად მიმდინარეობს, ამის შემოსავლები არსებობს. რისი კორექტირება მოხდება? მაშინ მაგალითად თქვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების კორექტირება მოხდება, ასეა? კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით, კი ბატონო, ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით რაღაც თანხები, რაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში დროში გადავადა და ხარჯვა გამომდინარე აქედან ეს დანაზოგი, ასე ვთქვათ, აისახება იმ დაბალანსდება იმ შემოსავლების ნაკლებობაში, რაც ჩვენ გვაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის აქცენტი, რასაც თქვენ აკეთებთ და რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს დღეს, ეხლა მე თქვენ არ გაიგივებ ერთად ამიფაროს, უბრალოდ გეუბნებით, რომ ის აქცენტი აბსოლუტურად არასწორი აქცენტია. ეს არის მართული აქცენტები, რომელიც მათ უნდათ რომ გადაიტანონ ყურადღება. ეხლა მათი კეთილ ესე ვთქვათ, მოსურნეობის და დამადასტურებელი ბრჭყალებში წამოვიღე აი პირდაპირ პრეზიდენტის ინტერვიუ, ჯერ კიდევ პრეზიდენტის, რომელმაც ცოტა ხნის წინ საჯარო განაცხადა ასეთი რამ, რომ ესე იგი ქვეყნის რეპუტაციას პრობლემები შეექმნა, ის ბრძანებს. მე მათ უსურვებ მხოლოდ წარმატებას, ასეთ განცხადებას აკეთებს და შემდეგ ასე ამბობს. ბოლო თვეები დავდივარ და ყველას მოუწოდებ, რომ საქართველოში ჩადეთ ფული და მე ასე ჩურჩული დაგრძელებს საჯარო სივრცეში საუბარს. საიდუმლოს გეტყვით, მე თვითონ ბოლომდე არ მჯერა, რომ ახლა არის კარგი საინვესტიციო კლიმატი. აი ამას ამბობს პრეზიდენტი, რა და ახლა იცით რა არის, ჭრილობას მოგაყენებთ მე თქვენ და მე სისხლი წამოგივა და აი რა ცუდია ახლა რომ სისხლი მოგდით. ახლა მე ხელს გიბიძგებთ კიდე და აი როგორ წაიბორძიკე შენ და ახლა ესეთი დამოკიდებულებას არ უნდა დამთავრდეს საბოლოოდ. შეიძლება რომ ასე აი ბოლოს ასე ამთავრებს, რომ ეს დაარტყამს არა მთავრობას, არამედ დაარტყამს ქართულ ხალხს. და მე მინდა მას უთხრა, რომ ბატონო მიხეილ, თქვენ უკვე დაარტყით ქართულ ხალხს აი ამ ერთი დიდი განცხადებით, რომელიც თქვენ საჯარო სივრცეში
თქვით და ასეთი განცხადებები რა თქმა უნდა ხა პრეზიდენტი რაც უნდა დაბალი რეიტინგი კონდეს და მას რომ დაბალი რეიტინგი აქვს ეს ყველამ ვიცით ასეთ განცხადებას რო აკეთებს ის ჯერ კიდევ პრეზიდენტია და რა თქმა უნდა საერთაშორისო სივრცეში ასეთი განცხადების გასვლა იწვევს ძალიან უარყოფით ეფექტს ქვეყანაზე და თუმცა თქვენ მაინც აღნიშნეთ რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ინვესტორების და აქ ფულის დაბანდების მსურველთა რიგს ვერ აუდიხართ. სწორედ ამიტომ როგორც ჩანს არ უშლის პრეზიდენტის განცხადებები ხელს. როგორ არ უშლის ხელს ახლა გეუბნებით რომ ეს ადამიანი გადაირჩია ქართველმა ხალხმა და ეს ადამიანი მთელი მსოფლიოს გარშემო და მას ამის რესურსი ჰქონდა რომ დადიოდა მთელი მსოფლიოს გარშემო და აი ამ ინფორმაციას აღწელებდა და კიდევ გეუბნებით ახლა ის ცვლილებები რაც ეკონომიკაში მოხდა კიდევ უარესად რო არ აისახა მთლიან შიდა პროდუქტზე და შემოსავლებზე ეს არის კიდევ ერთხელ გეუბნებით ძალიან დიდი დამსახურება. კი ბატონო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობასაც რო გავცდეთ, ნაციონალური მოძრაობის გარდა ექსპერტებიც აკეთებენ გარკვეულ დასკვნებს და ვარაუდებს გამოთქვამენ, აი მაგალითად ლართან დაკავშირებით ბოლო დღეებში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, ლარის გაუფასურება თითქოს ხდება ხელოვნურად, ესეთი მოსაზრება არსებობს, იმიტომ რომ ბიუჯეტი შეივსოს. როგორ უპასუხებთ მათ? ნუ ეს ახლა იმდენად მოწყვეტილია ეს არსებულ რეალობას 200 საბაზისო პუნქტით, ანუ 0.02-ით რომ შეიცვლება ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, იმდენად უნიშნულო ასახვას პოვებს და თანაც უკვე გამყარდა ამის შემდეგ ლარი და უკან წარმოვიდა ეს კურსი და იმდენად ესე ვთქვათ არ არის რეალობასთან ახლოს, აი ამაზე კომენტარი ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ არანაირი კავშირი ამას აბსოლუტურად არ აქვს დაუშვათ საბიუჯეტო რაღაც სიტუაციასთან ან დეფიციტთან და ასე შემდეგ. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ არის. ეროვნული ბანკის რეზერვები არის 3.2 ლარი დღეს. უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე, ქვეყანას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყარი, ესე ვთქვათ, ვალუტა კონდეს, აიცილოს ესეთი მნიშვნელოვანი რყევები ვალუტის კურსში და ამ მიმართულებით ჩვენ არანაირი საფრთხის წინაშე არ ვდგავართ. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა წლევანდელ წელს 54%-ით და ეს იყო ძალიან სერიოზული ცვლილების ხარჯზე, რომელიც განხორციელდა ექსპორტის ზრდის მიმართულებით და ასევე ფულადი შემოსულობების ზრდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ვერანაირი საფრთხე სამიმართულებით ვერ ხედავ. კარგით, მაშინ მოდით სხვა საკითხებსაც შევეხოთ, გავცდეთ ცოტა ეკონომიკას. საზოგადოებამ სულ ახახან შეიტყო ახალი პრემიერის ვინაობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა დაასახელოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. ხედავთ თუ არა თქვენს ადგილს ახალი პრემიერ-მინისტრის მინისტრთა კაბინეტში? ძალიან მიყვარს ხოლმე ეს შეკითხვა რა დაგიმოვოთ. ნუ არ არის ეს ჩემი სათქმელი ახლა, როგორ უნდა გითხრათ მე რომ მე იცით მე მქონდა შემთხვევით კონსულტაცია, ხო არ მიგიღიათ? არა, კონსულტაცია არ მქონია. ბატონ ირაკლისგან რაიმე? არა, არ მქონია. არა, არ მქონია. მე ახლა ბატონ ირაკლისთან დიდი ხანია მაქვს ურთიერთობა, 2 დღე არ არის ასე ერთმანეთს ვიცნობ, 2006 წლიდან ერთად მუშაობდით ჩვენ და აქედან ანუ მეგობრული ურთიერთობა გაქვთ? არანაირი დისკომფორტი მასთან ურთიერთობაში არ არსებობს, მაგრამ ხა მე რო თქვა ახლა რომ მე ჩემ თავს აქ ხედავ, ძალიან უხერხული იქნება ალბათ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ რომ და მე ამაზე არ დაგიმალავთ, ბატონ ბიძინასთანაც მქონდა საუბარი, რომ ხა გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობაში საერთოდ არავინ არ უნდა ხედავდეს ალბათ თავის თავს. და ერთადერთი რაც არის რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მაქვს დაწყებული და ალბათ რაღაც ლოგიკურ ეტაპამდე რომ მივა ეს პროექტები, იმის შემდეგ მე თავისუფლად გადავინაცვლებ საფინანსო სექტორში, სადაც უკვე ავიც 13 წელია. პროექტები ეხლა უწყების და ხელმძღვანელობიდან გამომდინარე? ინსტიტუციონალური ცვლილებები მე მაქვს ხედველობაში, თუნდაც დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, ის ინსტიტუციონალური რეფორმები, რაც უკავშირდება კონკურენციის კანონმდებლობას, არბიტრაჟის სისტემის შექმნას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა გითხრათ, რომ რეგულაციის ზემოქმედების დათვლა გვინდა რომ შემოვიღოთ, რომ ნებისმიერი რეგულაცია ან ახალი ნორმატიული აქტი, რაც იქნება შემოღებული, კარგად დათვლის შემდეგ იქნება შემოღებული და ეს უკვე ნორმატიულ ბაზაზე დაკანონდეს. კი ბატონო, ერთია სურვილი თქვენ რა გეგმები გაქვთ და მეორეა რეალობა, რომელიც დადგება დღის წესრიგში, იმიტომ რომ შეიძლება 1 წლის წინ არც ფიქრობდით, რომ შეიძლება და ეკონომიკის მინისტრი ყოფილიყავით, ხო ესე, მაგრამ მოხდა და დღის წესრიგში დადგა. თან პრემიერ-მინისტრმა, ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თქვენ ვიცე-პრემიერის რანგში ხედავთ ეკონომიკური კუთხით, ამიტომ კითხეთ, ხომ არ გქონდათ შემთხვევით ღარიბაშვილთან კონსულტაციები ამ საკითხზე, იმიტომ რომ ბატონმა ივანიშვილმა ეს უკვე გააჟღერა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა, მე ბევრჯერ თქვი და კიდევ მინდა ვთქვა და მოხარული ვარ, რომ ბატონო ბიძინამ ეს გააჟღერა და დიდი მადლობა ნდობისთვის, თუმცა კიდევ გეუბნებით, ამ ეტაპამდე რამე ესეთი კონკრეტული საუბარი არ ქონია, მე ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას იმ საკითხებზე, რაც მუშაობდი.
და ნუ ნახოთ ცოტა ხანი დარჩა მე მგონი ახალი კაბინეტის წარდგენამდე და ყველაფერი გაიკვევა რა. რადგანაც დღის მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, უნდა კითხოთ ამ კუთხითაც კითხვა ასე უნდა დავსვა ბიუჯეტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხომ არ შეგიქმნით გარკვეულ პრობლემას თუნდაც მომავალ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით. მაგალითად ოპოზიციის ერთი ნაწილი დღეს ღიად აცხადებს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მე მაგალითად აბსოლუტურად ობიექტურად რომ გითხრათ, არ მგონია რომ ეს უნდა იყოს პრობლემა დაუშვათ ახალ ministrat წარდგენა არ წარდგენის კუთხით. მე მგონია რომ ეს კიდევ ბევრი ვისაუბრე ამ თემაზე და ეს არ არის მთავარი. თუ სხვა რაიმე იქნება შენიშვნა და პრეტენზია, რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად ღია ვარ ნებისმიერი შენიშვნის მოსმენისთვის, მაგრამ საბიუჯეტო სიტუაცია არ მგონია რომ უნდა იყოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ფუნდამენტური ცვლილებები გაიარა მთლიანად ეკონომიკურმა სივრცემ საქართველოში და ჩვენ ვაშენებთ ახალ ეკონომიკას, რომელიც კერძო ინიციატივაზე იქნება დაფუძნებული და არა ფისკალურ სტიმულირებაზე მუდმივ ესე ვთქვათ რეჟიმში და ეს იმდენად განსხვავებული რაღაცებია, რომ ასეთ პერიოდებში საბიუჯეტო კატაკლიზმები ხდება და ჩვენთან არ მოხდა ეს. იმიტომ ჩვენ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გავიარეთ ეს პერიოდი. გასაგებია. ზუსტად ერთი კვირის წინ აი ამ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საუბრობდა, მას ჰქონდა ესეთი მოსაზრება, რომ თუ კი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება ქალაქის მერის თანამდებობაზე, განიხილება ესეთი კანდიდატურა, მე ორივე ხელით დაუჭერ მხარს. თქვენ რაღაც კატეგორიულად უარყავით ეს მოსაზრება, რატომ? ნუ დათო საგანელიძეს დიდი მადლობა, ჩემი მეგობარია და ძალიან მიხარია, რომ ჩემზე ესეთი მოსაზრების არის, მაგრამ აბსოლუტურად გამორიცხულია ეს, მინდა გითხრათ, გამომდინარე იქიდან, რომ ვერანაირად ვერ ხედავ ადამიანი საკუთარ თავს ხონდა ხედავდე რაღაც, ესე ვთქვათ, ამპლუაში და ეს ჩემი, ასე ვთქვათ, აი როგორც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 13 წელი ვიმუშავე საფინანსო სექტორში, ნუ 4 წელი ვიმუშავე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში და ეს იყო ყველაფერი ეკონომიკასთან და საფინანსო სექტორთან ახლოს და ქალაქის ხელმძღვანელობასაც ხდება ეკონომიკური გამოცდილება. იცით რა არის, ძალიან არის ეს ესე ვთქვათ გაზავებული წმინდა პოლიტიკური საქმიანობით და არანაირად არ მიტაცებს პირდაპირ გეუბნებით. რომ იყოს ეს შემოთავაზება უარსიტყვით, არ ფიქრობთ რომ ქალაქის მერის თანამდებობა უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონია, იმიტომ რომ პირდაპირ წესით ირჩევა ქალაქის მერი, ვიდრე მთავრობის. არ მაქვს ეს მისწრაფებები პირდაპირ გეუბნებით და ამაზე მეტად ცხადად ვერ ვიტყვი პასუხს ამაზე, იმიტომ რომ თუ თქვენ დააკვირდით თუნდაც ჩემი გასული წლის ასე ვთქვათ, თუნდაც საჯარო განცხადებებს, ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რომ რაღაც პროფესიონალურ მხარეზე მქონოდა აქცენტი და ნუ ეხლა ყველაფერს თავის საზღვარი აქვს, ხო, ეხლა ის ადამიანები, რომლებიც ეხლა მე განცხადება წაგიკითხეთ, ხო, ადამიანი, რომელიც ასტრამეს აცხადებს და მე გეუბნება რომ აი ხო აი ეს რატო ესეთი რამე რო ხდება ნიშნის მოგებით არის ეს ნათქვამი და ეხა ამას ვერ მივიღებ რა ვერანაირად. კი ბატონო, თქვენ პრეზიდენტის განცხადება მოიყვანეთ მაგალითად და მე კიდევ ერთ მის განცხადებას მოგიყვანთ განსჯისთვის. თბილისის შემოვლითი გზის პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია და არ უნდა შევაჩეროთ ლაზიკის პორტი, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, არ უნდა შეგვეჩერებინა ეს რომ არ გაგვეკეთებინა ეკონომიკური ზრდა არ შერჩებოდა. ასე ფიქრობს პრეზიდენტი. მოდით ჩვენ თანმიმდევრულად მივყვეთ ყველა ამ პროექტს. შემოვლითი გზა. რატომ შეჩერდა ეს პროექტი? რატომ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ეს პროექტი მოგებას არ მოუტანდა, მით უმეტეს თუ კი წინა ხელისუფლება საუბრობს, რომ პროექტი თითქმის დასრულებული იყო? მოგახსენებთ, რკინიგზის კომპანიამ, საქართველოს რკინიგზამ მოიწვია გერმანული საექსპერტო კომპანია, რომელმაც დასკვნა, რომ წლის განმავლობაში ესე იგი 18 გრადუსიან დახრაზე ლოკომოტივის სიარული ერთი ლოკომოტივით არ შეიძლება და უნდა ორი ლოკომოტივის ძალიან ტექნიკურ რაღაცაზე გადავდივარ. სერიოზულად ზრდის რკინიგზის დანახარჯებს და ყველაზე ცუდი რაც არის, აქ დანახარჯებზე არ არის საუბარი, ამცირებს მოძრაობის სიჩქარეს. ანუ გამტარუნარიანობაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ გაგრძელდეს ეს პროექტი და არა მარტო ჩემი ეკონომიკური გუნდი მთლიანად, ჩვენ მქონდა რამოდენიმეჯერ მსჯელობა და ვეძებთ იმ მოდიფიკაციებს და იმ ტექნიკურ გადაწყვეტებს, რომლის შემთხვევაშიც ეს პროექტი იქნება გაგრძელებული. ამიტომ ეს სპეკულაციის საგანი გახდა სამწუხაროდ. ანუ თემა არ არის დახურული, ჩვენ ვეძებთ გზას. ბევრჯერ ვთქვით, ჩვენ ვეძებთ გზას. ეს თემა არის შეჩერებული
და ახლა შეჩერებული არის გამომდინარე იქიდან რომ იმ გადაწყვეტით რა გადაწყვეტაც იყო ეს იყო რკინიგზის კომპანიისთვის სერიოზული დარტყმა ფინანსური და ჩვენ იმ არგუმენტს რომ ეს არის ურბანული გადაწყვეტილება და არ უნდა უყუროთ მარტო რკინიგზის კომპანიის კუთხით ცოტა ძნელია გაიზიარო გამომდინარე იქიდან რომ რკინიგზის ბონდები ანუ კორპორატიული ვალდებულებები იყიდება საერთაშორისო ბაზრებზე და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები შეიძლება უარყოფითად აისახოს ძალიან ამ კორპორატიული ვალდებულებების ფასზე, ანუ პროცენტზე, რომელთაც ვიზიდავთ ფულს და კიდევ ერთხელ მოკლედ გეტყვით რომ ჩვენ ვეძებთ გზებს იმისათვის რომ მოვზენოთ უკეთესი ტექნიკური გადაწყვეტილება და ეს პროექტი გავაგრძელოთ. გასაგებია, ანუ ეს თემა არ არის დახურული. მეორე საკითხი, ანაკლის პორტი და ლაზიკა. რა შეესხვაობა გეოგრაფიულ მდებარეობაში, ტოპონიმიკაში, თქვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ლაზიკის პროექტი, რომელიც შეჩერებული იქნა თქვენი ხელისუფლების მიერ, სწორედ ანაკლის პროექტია, რომელსაც ასე ლობირებს თქვენი ხელისუფლება. იქნებ განგვიმარტოთ, ერთი და იგივეა თუ სხვადასხვა რამესთან გვაქვს საქმე? პირველ რიგში ძალიან არ მომწონს რომ ესეთი პოლიტიკური ელფერი მიიღო ამან. ეხლა მე თქვენს ანონსს უყურე გადაცემის შესახებ და წამოვიღე სპეციალურად თვალსაჩინოებისთვის ორივე პროექტი. მოგზადებული მოსულხართ. ხო, იმიტომ რომ პორტებიო რომ თქვით თქვენს ანონსში აი თუ შეიძლება რომ ვაჩვენოთ რა. დიახ. აი ეს არის ლაზიკის პორტის პროექტი. კი ბატონო. გათვლილია 4 სატვირთო გემზე. დიახ. და პირდაპირ არის დასმული იქ სადაც არის მოსახლეობა ანაკლის. ანუ ეს პროექტი ითვალისწინებს მთლიანად ანაკლის მოსახლეობის გასახლებას. და არის რაც ყველაზე მთავარია 4 სატვირთო გემზე გათვლილი. დიახ. ეხა თქვენი პროექტი. დიახ. ეს ჩემი პროექტი არ არის და ამ ხელისუფლების. არ ვიჩემებ, იმიტომ რომ უსინდისობა იქნებოდა ამის გაკეთება, ეს 2001 წელს არის გაკეთებული. ეს არის ანაკლის პორტის პროექტი, რომელიც არის მორიდებული მოსახლეობას, დასმულია შედარებით დაუსახლებელ ადგილზე და 34 სატვირთო გემზე და დაახლოებით 20-მდე დამხმარე საპორტო გემზე არის გათვლილი. გასაგებია, განსხვავება მეგონი ჩანს. ეხლა კიდევ მინდა რომ გაჩვენოთ შემდეგი თვალსაჩინოებისთვის. ესე იგი, შედარება რომ ეს ორივე ერთ და იგივე არ არის, ორივე ერთ რუკაზე დატანილი. კი ბატონო, ხედავთ. ეხლა მინდა გაჩვენოთ ლაზიკა, თვითონ ქალაქი. დიახ. რომელიც არის აბსოლუტურად აბსურდული პროექტი, გამომდინარე იქიდან რომ ეს ითვალისწინებს მდინარე ენგურიდან მდინარე რიონამდე აი ამ ტერიტორიის ჭაობის დაშრობას. ამ შემთხვევაში რიგითი ეკოლოგი რომ დასვათ და აჩვენოთ ეს პროექტი, პირდაპირ გეტყვით რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი რისკი არის რომ იმაზე რომ ბუნებრივი მრავალფეროვნების და ბიომრავალფეროვნების განადგურება მოხდება აღარ საუბრობ, ზღვის შემოსვლის ძალიან სერიოზული საფრთხეა, იმიტომ რომ ეს ჭაობი არის წვიმის დროს, ესე იგი აქ დაგროვების საშუალებაა და შემდეგ ბალანსი ხდება, მოგეხსენებათ რომ კოლხეთის დაბლობი არის უფრო დაბლა ვიდრე ზღვის დონე. გამომდინარე აქედან ამ ჭაობით ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება ხდება და აქ რომ ქალაქი ავაშენოთ, ნუ ახლა რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს? კი ბატონო, ეკოლოგიის სურვილი უბრალოდ ძალიან ისეთი სპეციალისტების მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გვსმენია ჩვენ აქედან გამომდინარე, რადგანაც თქვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ, თქვენ მომზადებული მოხვედით თვალსაჩინო, ესე რომ ვთქვათ, რუკებით კიდევ ერთხელ გაგვაცანით ანაკლის და ლაზიკის პორტის სხვაობა. კარგი. იმიტომ რომ დავიღალე ამითი უკვე. გასაგებია. კიდევ მორიგ საკითხებს უნდა შევხედოთ. ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან არის სამართლიანობის აღდგენა და ეს სამართლიანობის აღდგენა ეკონომიკურ საკითხებსაც ეხება. ეს არის ესე რომ ვთქვათ, სახელმწიფო სასარგებლოდ გაჩუქებული ერთი მხრივ, რომელსაც წართმეულ ქონებასაც უწოდებენ. რა ეტაპზეა ეს პროცესი? დაუბრუნდათ თუ არა იმ მოქალაქეებს ქონება, რომელსაც ისინი თვლიან რომ წაართვა სახელმწიფო? ნუ ეს ალბათ ბევრჯერ ითქვა ყველაზე რთული დილემა, რის წინაშეც დღეს ჩვენი მთავრობა დგას, არის ალბათ ეს საკითხი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბევრჯერ ისმის ბრალდება, რომ ეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რაც არის, ის მაინც დაუბრუნდეს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არა ვართ ის უწყება, რომელიც მარტო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას გამომდინარე იქიდან, რომ წართმევას სჭირდება ძალიან სერიოზული იურიდიული დასაბუთება და ამისი უფლება მხოლოდ აქვს სასამართლოს გამოძიების ჩატარების შემდეგ.
გამომდინარე აქედან მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესები ძალიან დროში გაიწერა, ამას ვაღიარებ. თუმცა კიდევ მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხზე დახურული არ არის ეს საკითხი და არავინ არ ამბობს, რომ ამას ჩვენ დაუშვათ არ მოვახდენთ სამართლიანი ომის აღდგენას. უბრალოდ არის ეს საკითხი, რომელიც თლიანობაში არის შესაძლებელი. ჩემი აზრით, ჩემი პოზიცია არის, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური საკანონმდებლო ჩარჩო ამისთვის, უნდა მოხდეს აღრიცხვა პირველ რიგში ყველა ასეთი შემთხვევის, მაგრამ იმის შემდეგ, რაც გადამოწმება მოხდება სერიოზულად, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როცა დაუშვათ არ დასტურდება ფაქტები, არის შემთხვევები, როცა უფრო რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, დაუშვათ ერთ ადგილზე დათმო ვიღაცამ ძალით რაღაც, მაგრამ მეორე ადგილზე მიიღო რაღაც. ესეთი რაღაცებიც არის. გამომდინარე აქედან ძალიან სერიოზული საკანონმდებლო ჩარჩო, სპეციალური ჩარჩო უნდა შეიქმნას ამ საკითხისთვის, უნდა მოხდეს ალბათ აღწერა ამ საკითხების და შემდეგ უნდა ვნახოთ რა თანხებთან გვაქვს საქმე მთლიანობაში და თუნდაც ინდექსაციით ან თუნდაც რაიმე სხვა გადაწყვეტილებებით შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ აქვს თუ არა სახელმწიფოს იმის საშუალება რომ ეს თანხები იქნას გასტუმრებული. ამის რთული პროცედურა თუ გაქვთ რაიმე გაანგარიშებული პერიოდი, რა პერიოდში შეიძლება ეს პროცესები დაიწერას. თქვა ძალიან ძნელი იქნება, უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან და არ მინდა რომ რაღაცის გამოვიდეს არარეალისტური დაპირებები მივცე ვინმეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი სურვილი და არა ჩემი, არამედ ამაზე ხშირად გქონია მთავრობაში საუბარი, მთლიანი სურათი სანამ არ შეფასდება და სანამ არ შეფასდება სახელმწიფოს შესაძლებლობები, ამაზე რაიმე კონკრეტული პასუხის მიცემა ძალიან გამიჭირდება. გასაგებია, მორიგი საკითხი ეხება იმ ორ ვერტფრენს, რომლის შესახებაც ძალიან დიდი განსჯა და სჯაბაასი იყო ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო ვერტფრენებზეა საუბარი, ფრანგულ ვერტფრენებზე, რა ბედიელით მათ გაიყიდება, არ გაიყიდება, თუ ვერ გაიყიდა, მაშინ როგორ იქნება მათი სარგებლობა. გაქვთ ამაზე უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია? იცით რა არის, ძალიან გაგვიჭირდა გაყიდვა, იმიტომ რომ ყველაზე ცნობილი დილერები დავიქირავეთ, მათ შორის საფრანგეთში ამ ვერტფრენების გასხვისებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ წინადადებები იმისთვის, რომ ერთბაშად გაყიდულიყო ეს ვერტფრენები, არ ქონია, იყო ლიზინგზე წინადადებები, მაგრამ ლიზინგი შეიცავდა ძალიან სერიოზულ რისკებს და აქედან გამომდინარე თავი შევიკავეთ. საბოლოო ჯამში ჩამოვიყვანეთ ეს ვერტფრენები, დღესდღეობით არის სპეციალური მოვლა-პატრონობის ქვეშ, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ძალიან სერიოზული მოვლა-პატრონობის დანახარჯები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს გასხვისება. ნუ ახლა თუ არ გაიყიდება და რაღაც პერიოდი შევხედავთ, რომ არ გაიყიდა, ნუ მე რა თქმა უნდა სახელმწიფო მოიხმარს ამას, მაგრამ თუ ეს მოხდება ამისი რეალიზაცია, მე მინდა ვთქვა, რომ იმ ფასით დაუშვათ, რა ფასითაც ეს ვერტფრენები შევიძინეთ, ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უფრო დიდი ფლოტის ყიდვა, არა ნაკლები ხარისხის, იმისათვის რომ უფრო ფართოდ მოიხმაროთ ეს ვერტფრენები, გამომდინარე იქიდან რომ ნაკლებ ფასად გაყიდვას თქვენ არ აპირებთ, როგორც მე ვთქვი. იცით რა არის, ხო ჯერჯერობით არ დისკონტი არ გაგვიკეთებია და ეხლა ნახოთ ამაზე გადაწყვეტილებას მივიღოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ძალიან სერიოზული პროგრამა გვაქვს თის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენის, იმიტომ რომ ამის გარეშე დაიცლება საქართველოს მთა და თის განვითარება წარმოუდგენელია და ამასთან ვცდილობთ რომ მთიანი რეგიონების განვითარების მასტერპლანი, გენერალური გეგმა მოვამზადოთ და ეს კონცეფცია დავდოთ, რაც ძალიან სერიოზულად შეუწყობს ხელს უსაფრთხოების კუთხით და ეკონომიკური განვითარების კუთხით და ამ კონტექსტში ჩვენთვის ძალიან აუცილებელია არაერთი ვერტფრენი, არა ორი ვერტფრენი, არამედ 9-10 ვერტფრენის ქონა, იმიტომ რომ ერთდროული რეისები მოუწევს არა მხოლოდ ჩრდილოეთის მთიანეთში, არამედ სამხრეთის მთიანეთშიც და აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ ერთგვარი რიგიც კი დადგა ინვესტორების და საინვესტიციო, ესე ვთქვათ, ფინანსების ჩადების მსურველთა ქვეყანაში, მაგრამ ესე ვთქვათ, შეფასებები გასულ წელთან, მიმდინარე წელთან დაკავშირებით არც თუ ისე კარგია, რომ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ერთგვარი კლება შეინიშნება. შეგიძლიათ გითხრათ 2012-2013 წლის მნიშვნელოვანი საინვესტიციო გარიგება ან კომპანია, რომელმაც ჩადო ფული ქვეყანაში? შემიძლია დავასახელო ტატა, რომელსაც ეს არის ინდური ჯგუფი, ძალიან მსხვილი ჯგუფი, რომელმაც შეაჩერა ინვესტიციები წინა პერიოდში და საერთოდ აღარ ფიქრობდა საქართველოს ინვესტიციის განხორციელებას. ეს არის მდინარე აჭარის წყალზე 700 მილიონიანი ინვესტიცია ჰიდროელექტროსადგურის, რომელსაც ჩვენ შარშან პრემიერ-მინისტრი შეხვდა ამ ტატას ხელმძღვანელობას დავოსში, დავოსის შეხვედრაზე და მათ მოილაპარაკეს, რომ გაგრძელდებოდა
ეს ინვესტიცია, შემდეგ ენერგეტიკის სამინისტრომ ძალიან აქტიურად იმუშავა, ჩვენ ნაწილში აბსოლუტურად მოუხსენით ყველანაირი პრობლემები იმ მიწის გადაცემისთვის, რომელიც მათ ჭირდებათ ამ ელექტროსადგურის მშენებლობისთვის, ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერი ფაქტიურად მოხსენილი იყო და უპრეცედენტოდ მოკლე დროში განვაახლებინეთ ინვესტიცია. ეს არის ნორვეგიული კომპანია და Clean Energy, რომელიც არის ცნობილი ესე ვთქვათ, გარემოს დაცვითი კუთხით ინვესტიციების მიხედვით და ასევე TATA და ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია არის კონსორციუმის წევრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის. ეს ერთი ინვესტიცია. 2 დღის წინ იყო ჩამოსული ძალიან სერიოზული ჯგუფი ცენტრალური ევროპიდან. მათ შეფასება გააკეთეს წინასწარი გუდაურის მიმართულების და ჯერ არ მინდა დავაანონსო, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, ჩემი აზრით, მოხდება. ეს არის 20 მილიარდიანი ჯგუფი, რომელიც სერიოზული კონსორციუმია, მაგ ბევრი მიმართულებები აქვს, მაგრამ განსაკუთრებით ცნობილი არიან სამთო კურორტების მართვაში და გვინდა რომ გენერალური მართვის კონტრაქტით შემოვიყვანოთ იმისთვის, რომ გუდაურის ჩრდილოეთი ფერდობების განვითარება მოხდეს და კობის და გუდაურის ერთმანეთთან დაკავშირება და ერთ ინფრასტრუქტურაში გაერთიანება მოხდეს. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ავაშენოთ გვირაბი იმისათვის, რომ სტეფანწმინდასთან მოხდეს მოკლეგზით დაკავშირება, ფაქტიურად ეს ერთიან კომპლექსს ქმნის და სტეფანწმინდას ხდის უკვე არა როგორც მხოლოდ ზაფხულის კურორტს, არამედ როგორც ზამთრის კურორტს და ამას ექნება უდიდესი ეფექტი ამ მიმართულების საერთოდ არაგვის ხელობის განვითარებას. კი ბატონო, დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და მე ესეთ კითხვას დაგისვამთ, რაც შეეხება 2014 წლის ბიუჯეტს. დაანონსებულია 5%-იანი ზრდა ეკონომიკური. გამორიცხავთ, რომ დაახლოებით იგივე სურათი არ გვექნება მომავალი წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტზე საუბარი მოგვიწევს. შემოსავლების ნაწილში კლება გვექნება თუ არ გვექნება? აბსოლუტურად გამოურიცხავ. მინდა გითხრათ, აბსოლუტურად გამოურიცხავ. იმიტომ რომ ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ 5% ალბათ ეს მინიმალური იქნება, რის მიღწევაც მოხდება. ჩემი აზრით, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, ამას ჩვენ დავინახავთ და ეს იქნება აბსოლუტური რეალობა, გამომდინარე იქიდან, რომ არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, არამედ შიდა ინვესტიციების მიმართულებითაც განწყობა არის აბსოლუტურად სხვა, აბსოლუტურად ოპტიმისტური, პროგნოზირებადი გახდა გაცილებით, ასე ვთქვათ, ბიზნეს გარემო და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული წინსვლა გვექნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გისურვებ წარმატებას, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწევთ და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე დისკუსიით დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ.